ეხლა არ შეიძლება არ შევეხო როგორც ქართველი ადამიანი იმ უმძიმეს სიტუაციას რაც არის ჭიათურაში შექმნილი და კონკრეტულად ამ მაღაროსთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება რომ ასე უტიფარი იყო ჩემი აზრით სახელმწიფო მთავრობა, de facto ქვია თუ რაც ქვია, გამოდის საქართველოს მთავრობის მეთაური და აცხადებს რომ თურმე კუნძულოვან ქვეყნებს დაეხმარება $10,000. ეხლა მე ჩვენ მოვიძიე ეს ინფორმაციები რა ხდება ჭიათურაში, ოღონდ ეს არ არის უშუალოდ ჩემი მოძიებული, ეს არის ის პრესი და ტელევიზიაში რაც არის გავრცელებული, ეს ინფორმაციები მაქვს და თის ამბობის ინფორმაციით რა ხდება 8 დეკემბერი 2023 წლის ინფორმაციით ჭიათურის სოფლებში დარკვეთი, ღვიმებში, ხალიფაურში, განში, თაბაგრებში და სხვაგან საგანგებო მძიმე მდგომარეობაა. ასობით ჰექტარი მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვების შედეგად გადათხრილი და წლების განმავლობაში მიტოვებულია, გაჩეხილი და განადგურებულია ტყეები. წყლით სავსე თხრილში ადამიანით დაიხრჩო. მადნის მომპოვებელი საბადოებიდან 30 კილომეტრამდე დაშორებულ სოფლებშიც კი ატმოსფერული ჰაერი დაბინძურებულია და ადამიანის ჯანმრთელობა საფრთხეს უქმნის. ნიადაგში მძიმე ლითონების დარიშხანისა და ტყვის კონცენტრაციას ღრულად დასაშვებ ნორმებზე ბევრად მაღალია. მძიმე მეტალებით საგანგაშოდ არის დაბინძურებული მდინარე ყვირილა და მისი შენაკადები. ზოგიერთ სოფელში აღარ არსებობს სამანქანო გზები და გადაუდებელ შემთხვევაში ადამიანებს ხელი არ მიუწვდება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სერვისები. ბავშვებს სკოლაში სიარულის საფეხმავლო ბილიკებით უწევს, რაც კარიერებზე გადის. ნალექია ნამინჩი მანგანუმის მოსაპოვებლად გადათხრილ ადგილებში მძაფრის სუმი დგას, რის გამოც ადამიანები გონებას კარგავენ. 21 საუკუნეა ხალხო და ეს ხდება საქართველოში და ეს არ ვიცი რამე წამოვწე. და ეს ბიჭო დგას თურმე და იმას იმაშვება, რა ქვია. იქ უნდა დავეხმარო ამ $10,000-ო კუნძულოვან სახელმწიფოს და ქვეყანა თავზე გვეკრება. ფაქტობრივად ეკოციტი მიმდინარეობს ჭიათურაში და ეს იქ ვიღაცას რაღაცა კუნძულებზე ხმავს. ეხლა კიდე რა ხდება ამ ინფორმაციით. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2017 წლებში კომპანიას გარემოსათვის მიყენებული ზიანისათვის $416 მილიონი ჯარიმა დააკისრებია და ამ საბაბით 2017 წელს სახელმწიფომ ჯორჯიან მანგანეში 3 წლით სპეციალური მმართველი შეიყვანა და ვინყოფილა ეხლა ეს მმართველი. ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომელიც წარსულში ფინანსური დანაშაულისთვის იძებნებოდა. აბა სხვათვის მოიყვანდნენ ახლა. ჩიქოვანის დანიშვნის შემდეგ კომპანიას ჯარიმა თითქმის $9 მილიარდი ჩამოეწერა. $9 მილიარდი ხალხო. მერე მე-7 წელიაო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ ნინო ბუაჩიძის დროებითი განჩინებით საწარმო სპეციალური მმართველი ისე მართავს, რომ სასამართლოში სარჩელიც არ არის შეტანილი და რაიმე დავა არ მიმდინარეობს, რაც იურისტების თქმით უკანონოა. უკანონოა, აბა რა არის ახლა სპეციალური მმართველს დანიშნავ, ისე რომ სასარჩელო წარმოება არ აქვს განხორციელებული, უკანონოა, აბა რა არის. შემდეგ რა სიტუაცია გვაქვს ამასთან დაკავშირებით ისე რა ხდება. არანაირი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მდგომარეობა გაუმჯობესებულა არ მომხდარა, პირიქით უფრო გაუარესდა ამ მმართველის პირობებში, რამაც გამოიწვია უკვე ჭიათურული მაღაროელების გაფიცვა. ეხლა 2019 წლის 24 მაისს რადიო თავისუფლება რას წერს ჟურნალისტები ნინო შარაძე და შიო ხიდაშვილი. რატომ გაიფიცნენ ჭიათურული მაღაროელები? მე-9 დღეა ჭიათურაში მაღაროელები არიან გაფიცული. მე-7 დღეა 14 მაღაროელი შიმშილობ. მაღაროელთა პროტესტის გამო გაჩერებულია ჯორჯიან მანგანეζის კუთვნილი 11-ვე მაღარო. 500 მაღაროელი მუშაობის განახლებას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებს. გადაკეტილია ქალაქიდან გასასვლელები და შესაბამისად კოოპერატივის მიერ მოპოვებული მადანის ქალაქიდან არ გადის. მაღაროელთა მოთხოვნები შემდეგია: ხელფასის მატება 30%-ით, რეორგანიზაციის შემდეგ +20%. უკეთესი ჯანდაცვისა და სადაზღვევო პირობები მაღაროელებს და მათ ოჯახებს, მაღაროელთა უკეთესი კვება, ძიმეწონიანი სატვირთო მანქანების გადაადგილების დაკრძალვა ქარაკის ტერიტორიაზე. ეხლა თუ ვინმე ფიქრობს, რომ რაიმე შეიცვალა, ესეთი რაღაცა არ მომხდარა. ეხლა 23 ივნისს როდესაც გაიფიცენ იგივე მთის ამბები 2023 წლის სტატიაში რაც კითხულობ, რომ ჯორჯიან მანგანეში დასაქმებული 3500-მდე მაღაროელი მე-18 დღეა გაფიცულია.
მათ წერილობით 14 მოთხოვნა აქვს ჩამოყალიბებული, რომელთა შორის არის რომ კომპანია მაღაროების მართვა მათ გადასცეს ხელფასიანი 40%-იანი მატება არ ეხება მენეჯმენტს, გაფიცვის პერიოდში მაღაროელებმა ხელფასის დის მოთხოვნა 20%-მდე შეამცირეს. 2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკი გეგმის დაბრუნება. ყველა ბანკში შესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხვის გასტუმრება, დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება, მიეცეთ დასაქმებულების შვებულების სარგებლობის უფლება, მიეცეთ დასაქმებულების მუშაობის მალე დაწყების საშუალება, მოხდეს ტექნიკის განახლება, გაუმჯობესება, შეცვლა, მოხდეს ულუფის გაუმჯობესება, მაგალითად კონსერვიო ამოიღონო და ჩაანაცვლო. ხალხო რაზეა საუბარი, ხედავთ. დასაქმებულებს მიეცემს სანატორიუმის გამოყენების საშუალება, როგორც ეს ხდებოდაო 1 თებერვლამდე. ესე იგი, სანატორიუმის უფლებას წაურთმევიათ ამ გარეწრებს. ბიულეტინის სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდეს 100%. ეხლა რა ხდება ადამიანი, რომელიც ეს მძიმე პირობებიან სამუშაოზე ავადდება, ესე გამოდის რომ ბიულეტინსაც არ უნაზღაურებენ. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ საპატრულო პოლიციაში მუშაობისას ხდებოდა ესეთი რაღაცა, ბიულეტინზე წარმოედგე პოლიციელი რო გავიდო და სრულად კი არ უნაზღაურებდნენ ერთი პერიოდი ამ ბიულეტინს და ყოველდღე პოლიციელი სიკვდილს უყურებს თვალებით და ეს დალოცული შვილები იმასაც არ აკეთებდნენ, რომ ადამიანს საკუთარი ნაშრომი წაეღო თუ ავად გახდა, ავად თუ გახდა. ავად თუ გახდა ის დალოცული საქეიფოთა დროს სატარებლად ხო არ იყო გამხდარი. შემდეგ რა ხდება? გაუკვდესო ყველა გაკონტროლეთ უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეო, გაუკვდეს ყველა შეპს, მოხდეს მათი გაერთიანება კვლავ ერთ კომპანიას მიერ კარიერული მოპოვების წესით ახალი ტერიტორიების ათვისებისას მოხდეს ამ საკითხის შეთანხმება კონკრეტული სოფლის მოსახლეობასთან. ადგილობრივი პოზიცია გათვალისწინებული იქნას, როგორც ამას ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმები და საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. კანონის სრული დაცვით მოხდეს მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება. ადამიანის კონსტიტუციური უფლება ჯანსაღ გარემოში ცხოვრება შესაბამისად გაკონტროლდესო ჰაერის დაბინძურების ხარისხი, გეოლოგიური, ეკოლოგიური ინსპექტორების გათვალისწინებით და თუ ყველაფერი იქნება ნორმის ფარგლებში, შემდგომ მოხდეს ჰუმუსის ფენის მოხსნა, დასაწყობება, ბიოლოგიური რეკულტივაცია და იმ ხელმცენარეების დარგვა, გახარება, რაც ადგილობრივი კულტურისთვისო არისო ავთენტურიო. და რა მოხდა მე ალბათ იცით? არაფერი ეს მოთხოვნები ამათ არ შეუსრულებიათ და ადგენდა გაკოტრებაზე შეიტანეს მოთხოვნა და საერთოდ დატოვეს ეს 3500 კაცი ხელფასის გარეშე ისე რომ თუ არ ვშტები 3 თვის ხელფასიც აუღებელია. ეხლა არავინ იფიქროს ბატონებო რომ ეს არის ეხლა რასაც ისინი ითხოვენ თითქოს ამის ვალდებულება არ აქვს შრომის ორგანიზაციას. ეხლა ეს არის პირდაპირ გაწერილი როგორც საერთაშორისო სამართალში, ასევე არის გაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში. ნახეთ ეხლა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. როდის არის გასულ საუკუნეში არის მიღებული, რა წერია? პირველი, ყველას აქვს შრომის სამუშაოს თავისუფალი არჩევის სამართლიანი 23 მუხლია ესა. ყველას აქვს შრომის სამუშაოს თავისუფალი არჩევის სამართლიანი ხელსაყრელი სამუშაო პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. რასაც ითხოვე დატოვეს ხალხი შეერეს უმუშევარი რომ არ იყო და შენი საარსებო საშუალება მოიპოვო შრომით, ეს შენი საერთაშორისო აღიარებული უფლებაა და არა ამ გაფხენძილი ხალხის მიერ რა ქვია წყალობა. მერე ყველას აქვს უფლება შესაბამისი ანაზღაურება ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ყველა დასაქმებულს უფლება აქვს იღებდეს სამართლიან დამაკმაყოფილებელ გასამჩელოს, რაც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას როგორც მისთვის, ასევე მისი ოჯახისათვის, რომელსაც აუცილებლობის შემთხვევაში უნდა დაიმატოს სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები და მუხლი 24. ყველას აქვს დასვენებისა და თავისუფალი დროის გამოყენის უფლება, სამუშაო საათების გონივრული შეზღუდვისა და ანაზღაურებადი პერიოდული შობულების უფლების დაცვა. და 29 მუხლი რაც გვეუბნება საქართველოს კონსტიტუციის, რომ გარემოს დაცვის უფლება უზრუნველყოფილია, ყველა აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობის უნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო ჩივთით, ყველას აქვს უფლება მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ, ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე, გარემოს დაცვასთან საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით. და მე
აგიკითხავთ აი კანონის შრომის უსაფრთხოების შესახებ დაუშვათ რა აი პროფესიული დაავადება რას ნიშნავს პროფესიული დაავადება ეს არის იყო დასაქმებული სწავიან ქრონიკული დაავადება რომელიც ვითარდება საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესების საფრთხის შემქმნელი ფაქტორების ზემოქმედებით იწვევს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ან და პროფესიული შრომის უნარიანობის შეწყვეტას მოკლე პერიოდში ან ხანგრძლივად და განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობა ჩვენ ყველა ვნახეთ ბატონებო რომ ყველა ეს მთელი ეს სამუშაოები რაც მიმდინარეობს არის მავნეს საშიში და არის ძალიან სიცოცხლისათვის საშიში. ეხლა სამარცხვინო ფაქტი რაც ვნახეთ ეს იყო ყველაზე სამარცხვინო სიტუაცია აი ჩემთვის გულის ამრევი ბოდიში ამ სიტყვისაც ეს იყო პროფკავშირების რაღაც ეს ლიდერი ყოფილა ეს საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანება ხელმძღვანელის ირაკლი პეტრიაშვილი ხო? გარეწარი. ხო და ამ ირაკლი პეტრიაშვილმა თითის ტრიალით და ეთყობა ბოდიში ამ სიტყვით იქ გვერდზე სქელი ტიპი რო იყო ეს ეთყობა პატელნიკი იყო და ნაჩალნიკს ეხლა იმას რა ქვია გვერდს უმაგრებდა და ეხლა როგორი სიტყვებით ელაპარაკენ ამ გაჭირვებულ ხალხს ეხლა ამოვიღე მე მაგათი წესდება დამაინტერესა ერთი რა მიზნებით იყო რა მიზანი აქვს ამ გაერთიანებას ეს არის საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წესდება რო ნახოთ რომ მე არ დამაბრალოთ რომ რამეს ვიგონებ აი ესეთი ეს არის წესდება და ეხლა ნახოთ ბატონებო ამ პარაზიტულ ორგანიზაციას ჩემი აზრით და ჩემი საფასებით რა უწერია მუხლი 4-ში გაერთიანებისა და მიზნებში და ბატონო მე ალბათ თქვენც ბევრი რამ გაგიკვირდებათ მათი იმის ესე იგი გაერთიანება აერთიანებს პროფესიულ კავშირებს და მოქმედებს საჯარო მიზნებიდან გამომდინარე გაერთიანება და მისი წევრები პროფესიული კავშირები იცავენ დასაქმებულ და შრომით სოციალურ ეკონომიკურ სამართლებრივ და პროფესიულ ინტერესებს და დაამადლა ხალხს ისო თქვენ ხო გეხმარებოდითო წესდებაში გიწერია ეს და რას ქვია ეხმარებოდი უნდა დაეხმარო აბა რა უნდა გულებს იღებდა მაგაში ო და შემდეგ ნახეთ ახლა რა უწერია გაერთიანების მიზნები რა ქონია გაერთიანების მიზნები ყოფილა ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის სახელმწიფოს და საზოგადოების შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესებს რა დემოკრატიზაციის პროცესებს უნდა შეუწყოს ხელი საკურველია შემდეგ სოციალურ და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებას საერთაშორისო პროფესიული მოძრაობების თავისუფლად განვითარებას და გაძლიერებას და ყველა ეს საინტერესო ევროინტეგრაციას თურმე ხელი უნდა შეუწყოს პროფკავშირებმა თურმე ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირს მიაქ არ მინახია ესენი მოსული და ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დაცვას შრომის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას ქვეყანის დასაქმების ხელშეწყობას სოციალური კლიმატისა და დისკრიმინაციისაგან თავისუფალი გარემოს დაცვას და რა ვიცი მთელი აბდაულდა უწერიათ ისე გეგონება რომ ესენი არიან ამ ახლა ამ სამყაროს გადარჩენი უბრალოდ იმდენად ლახა შუქია რომ გამიჭირდათ ბოლომდე წაკითხვა ამ ხელისუფლებაზე გლახა ახლა ყველაფერი აქედან გამომდინარე რა არის ბატონებო როდესაც შენ წესდებაში ეს ყველაფერი გაქვს ჩამოთვლილი და შენ შრომელ ადამიანს რომელიც არის გამწარებული წარმოდგენილი გააქვთ ახლა ადამიანი რომელიც თავის დღე და მოსწრება მაღაროშია ჩასული მუშაობს ისიც არის ის იქიდან ჩასული ადამიანი ცოცხალი უკან დაბრუნდება თუ არ დაბრუნდება და ეს გარეწა ჩემი შეფასებით აი არ უჩი რა შევონდა თითებს უტრიალებს წინ ამ შრომელ ადამიანს გული მომიკვდა რომ ესე რომ დაიწყო მაძირალა პირველმასა გამომსვლელმა მიმართვა რომ ვინც მევიდა და დაგვაფასა ყველას გაუმართოს იმერულად რომ თქვა აი გეფიცები გული მომიკვდა მისი სიტყვებით რომ რა დონეზე გაუჭირდა ხალხს რომ ადამიანი წამოსული არის და დატოვა სახლი კარი ისიც არის ხვალ საკუთარ შვილს რა მიუტანოს დგანან მერე ეს გარე ვეშაპები ახლა როგორ გამოიყენონ ამ გაჭირვებული ხალხის უფლებები მერი ალბათ ვიღაცა რაღა მიუა წაუჩურჩულებს ამ გაჭირვებულ ხალხს რომ როგორღაც ახლა საკუთარი მიზნებისათვის მერე გამოიყენონ და რა გააკეთეს წინ ჩაუყენეს პატრულის კორდონები და ვერ გავიგე იპია ეს ისა ხო არა სამეწარმეო კომერციული პირი ეს არის და რა პატრულის კორდონები ჩაუყენეს ვერ გავიგე
მოვიდა მე ჩვენ ყველა ვნახეთ საბერძნეთში მიმდინარე აქციები. პროფკავშირების მიერ მოწყობილი აქცია. ყოველთვის ვიცახი იმას, რომ პროფესიული კავშირი რომ იყოს საქართველოში მაღალ დონეზე და მართლა ის ასრულებდეს საკუთარ მოვალეობას, დამერწმუნეთ, რომ შრომითი უფლებები იქნება დაცული. ყველაზე დიდი პრეტენზიები, რაც ყოველთვის როგორც იურისტ და ადვოკატს გამაჩნდა ამ ვითომ სახალხო დამცველების, ამ უჩანანოეშვილის და ამ ნინო ლომჯარიას მიმართ ის იყო, ვითომ ქალთა უფლებებს იცავდნენ, რაღაცა ბუტაფორიულ უფლებებს იცავდნენ და ქალთა უფლებებს თუ იცავ, აბა შეიგისწავლია შენ რამდენი ქალი დასაქმებული ქალი კარგავს ბავშვს ორსულობის პერიოდში. შეგისწავლიათ ეს სტატისტიკა და თქვენ გაარეწრებო, შეგისწავლიათ ის, რომ რამდენი ქალი რჩება უშვილო ამ ნაადრევი მშობიარობის გამო. და ეს არ არის პროფესიული დაავადება. დილიდან 9 საათიდან 8 საათამდე რომ ფეხზე იქნება იმ ყველამთან და ხო, პარკეტი აღარ არის და ყველგან ის არის მეტლახი დადებული და ამ იმაზე მერე ჩართული გაქვთ ეს რაღაცა ჩინური კონდიციონერები და დაციებულები ფეხზიმობის პერიოდში რომ ადამიანი გრიპსა იყიდებს, იმა რაღა ბავშვი შერჩება და რაღა იმასი. ამას დაკვირვებულ ხართ როდის მე? ან რატო არ გაინტერესებს ან სახელმწიფოს არამე მაგალითად ახლა მე ყოველთვის ვიცახობდი იმას რომ აი გაოგნებული ვიყავი აი როგორ არავის არასოდეს დააინტერესა აი საპატრულო პოლიციაზე ვეთქვი თუ გამერწმუნდეთ ხალხო ხო ვითომ ეს გაპიარებულია მანქანებში ძინავს მანქანებში ჭამებიჭა და როგორი ახლა კონდიციონერი აცივდება კონდიციონერი გაქვს ჩართული და ყველაფერი და ეს არის ყველაზე ურთულესი პროცესები რაც მიმდინარეობს ჩვენთან და ამიტომ ეს პროფესიული უფლებები მაღაროელების აუცილებლად უნდა დიდი მადლობა